amoureuse. ესაა სასიყვარულო მოწოდება. შემოუბრუნდეთ ჩვენი სიღრმეებისკენ, წავიდეთ ჩვენი პოტენციური ენერგიებისკენ, გავაცნობიეროთ, დავასახელოთ ისინი. თუ გახსოვთ ღმერთი ადამიანს თხოვს ცხოველთა სახელდებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამმა კატას კატა დაარქვას და ძაღლს ძაღლი. იგი მოწოდებულია სახელი დაარქვას თავის შინაგან ცხოველებს, ამ პოტენციურ ენერგიებს, რომლებიც მართლაც ცხოველური ენერგიებია. ენერგიები, რომელსაც საოცარი მძვინვარება ახასიათებს. ჩვენ ვიცნობთ ამ მძვინვარებას. ვიცით, როგორ აიწყვეთ ის ჩვენს მრისხანებაში, ეჭვიანობაში, შურისძიებაში, ჩვენს პატივმოყვარეობაში, ძალაუფლების სულვირში. ნაცნობია ჩვენთვის ეს ყველაფერი. მაგრამ სწორედ ამ ენერგიებში იმალება ჩვენი გარდაქმნის საიდუმლო. სწორედ ეს ენერგიები თუ ამოვაბრუნებთ, გასცემენ მათში დაუნჯებულ ინფორმაციას. მაშა სადამე უნდა დავასახელოთ ისინი საკუთარი თავისკენ შემოbrunების პირველ ეტაპზე. ამ ენერგიების სახელდებაა მნიშვნელოვანი. უნდა გავაცნობიეროთ ეს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჩვენ შიგნითაა და არ უნდა გაედინოს გარეთ, რადგანაც გარეთ გადინებისას ყველაფერს ანგრევს. ან ერთია, ან მეორე. ან გარეთ იღვრება ეს პოტენციალი და ყველაფერს ანგრევს, ან ვითვალისწინებთ მას და ღვთაებრივ ადამიანური თანამშრომლობით, სიყვარულზე დაფუძნებული თანამოღვაწეობით გარდაქმნით ინფორმაციად, ცოდნათ, რომელიც ასაზრდოებს და ამოზრდის ჩვენი ცოდნის ხეს, ცნობადის ხეს. ასე დაიზრვის თესლიდან ღივი და აღმოცენდება ჩვენში, ვიდრე ნაყოფს არ გამოიღებს. ესაა ცნობადის ხის ნაყოფი. თითოეული ჩვენგანის დაფარული სახელი, ჩვენი საუფრო სახელი, ჩვენი არსების საუფრო განზომილება, რომელიც უნდა გავზარდოთ ჩვენში. მაგრამ ამისთვის საჭიროა გამოვიდეთ ამ მივიწყების ქვეყნიდან, საჭიროა გავიხსენოთ ჩვენი დაფარული მხარე, ებრაულად ზმნა გახსენება საღოღა. იგივე სიტყვა, რითაც დაბადების წიგნში აღინიშნა მამაკაცი დედაკაცთან მიმართებით, როცა მეექვსე დღეს შეიქმნა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად, ანუ ღვთის ხატად. ჩვენ კი ვგონია, რომ ბიოლოგიური კაცი და ქალი გულისხმება, მაგრამ ეს აქ არაფერ შუაშია. პირველ რიგში თითოეული ჩვენგანი ვართ მამაკაცად და დედაკაცად შექმნილი. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უნარი, რომ გავიხსენოთ, რომ შემოვბრუნდეთ ჩვენი დაფარული სიღრმეებისკენ. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უნარი, რომ შევირთოთ ჩვენი შინაგანი სივრცე, ბიბლიის სიტყვებით ადამა, ანუ საშოსმიერი სივრცე. ჩვენმა ძვირფასმა ფროიდმა გვერდით ჩაუარა ამას. დედაში იგულისხმებოდა არა ბიოლოგიური დედა, არამედ პოტენციური ენერგიები, რომლებსაც უნდა დავეუფლოთ, რომლებიც უნდა შევითვისოთ, შევირთოთ. ამაში უფალი გვეხმარება. ეს ღვთაებრივ ადამიანური თანამშრომლობაა. მხოლოდ ღმერთი ქმნის, მაგრამ განხრობის გზაზე დადგომა ღვთაებრივ ადამიანური თანამოღვაწეობით ხდება. თანამოღვაწეობისას ენერგიები იზილება, როგორც პურის სომი წყალში. ჯერ წყალში გადაზელა, დამუშავება ხდება ამ ენერგიებისა. შემდეგ ყველა ეს ენერგია ცეცხლზე გამოცხება, სიყვარულის ცეცხლზე. რუმი ამბობდა, ვიყავი უმი, გამომაცხვეს და ახლა დამწვარი. თითოეული ჩვენგანი უნდა გამოვწყვეთ, შევიდეთ ცეცხლის მატრიცის კურაში, ანუ ცეცხლით ნათლობაში. მაგრამ მანამდე ამ ღვთაებრივმა ხელებმა, სიყვარულით სავსე ღვთაებრივმა ხელებმა უნდა დაგვამუშაოს, მოგზილოს წყალში, მოგზილოს ჩვენ შიგნით. ჩვენ უნდა ვაცადოთ, რომ კარგად მოგზილონ, ვაცადოთ, რომ ვუყვარდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვწყდეთ გარე სამყაროს, მაგრამ სხვა ღირებულებებს უნდა დავეყნოთ, შინაგან ონტოლოგიურ ღირებულებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სრულიად ეწინააღმდეგება გარეთ არსებობთ. ეს გარეგანი ღირებულებები ძალიან შეზღუდულია, გამოწვევებს ვერ პასუხობს და სულ გვეშინია. დღეს მთელი სამყარო შიშითაა შეპყრობილი, ყველაფრის დაზღვევას ვიკეთებ, სწორედ რომ ამ შიშის გამო სამაგიეროდ, როცა ვახორციელებთ ამ შემოbrunებას ჩვენი პიროვნული სიღრმეებისკენ, შიშს განვაგდებთ და სრული ნდობით გამსჭვალულნი უსაზღვრო სიხარულში ვართ, ღრმა სიხარულში. ნამდვილად სიხარული ზეიმობს, როდესაც უფლის გზას ვადგავ.